ბიბლიაში არის ერთი შესანიშნავი ფსალმონი. იყავი მშვიდი და იცოდე, რომ მე ვარ ღმერთი. ახლა, როდესაც ამას უყურებ ამ სიტყვებს, ყველა სიტყვის გარდა, დაკავშირისა, ისინი ყველა ერთნაირია. ყოფნა შენი არსების სიმშვიდეა. იყავი მშვიდი და იცოდე. ამ სიმშვიდეში არსებობს ცოდნა. იყავი მშვიდი და იცოდე, რომ მე ვარ, არის ის ღრმა მე ვარ, რომელიც ღვთაებრივია შენში. ამიტომ იყავი მშვიდი და იცოდე, რომ მე ვარ ღმერთი. ეს არის არსებობის სიმშვიდე. არსებობის სიმშვიდეში თქვენ იცით, რომ თქვენი არსი, რომელიც არის მე ვარ, არის თქვენი კავშირი ღმერთთან. ეს არის ღმერთი. შეიძლება ითქვას ასევე, როგორც მზის სხივს აღწერდით. სხივი მზის ნაწილია. შენი ნამდვილი არსი ყველაზე ღრმა დონეზე, სწორედ ეს არის. თუ არ გსურთ, რომ იმდენად შორს წახვიდეთ, რომ თქვათ, რომ მე ვარ ღმერთი, რომ თქვენ ხართ ღმერთი. გირჩევდით, ეს არის ის, რაც გრძნობის დონეზე უნდა იგრძნო. თუ სიტყვებით უნდა გამოვხატო, ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ღმერთის ენამაცია. ის ერთადერთი, ისევე როგორც მზის სხივი მზისგან გამოდის. ასე რომ ვერ იტყვით, რომ ეს მზის სხივი მზეა, რადგან მზე არის უზარმაზარი, გაუგებარი ენერგია. ეს მხოლოდ ანალოგიაა. ღმერთო, ღმერთი უსასრულოდ სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი მზე. ის მოიცავს ყველა მზეს. ასე რომ ჩვენ უბრალოდ ვიყენებთ ანალოგიას, მზის სხივს. თუ მზის სხივი გააცნობიერებს, რომ მზის საბოლოო ნაწილია, გამართლებული იქნება თუ არა ამ მზის სხივის მიერ იმის თქმა, რომ მე ვარ მზე? კი და არა, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ უფრო უსაფრთხო და ალბათ ბევრად უფრო უსაფრთხო იქნებოდა გეტყვათ, რადგან სხვა ადამიანები, ისევ ადამიანებს რომ დავუბრუნდეთ, მათ არ მოეწონებოდათ თუ იტყოდით, რომ მე ვარ ღმერთი. ეს ჟღერს თითქოს გიგანტური ეგო გქონდეთ. თუ შეგიძლია საკუთარ თავში იგრძნო ყოფნის სიმშვიდე, გრძნობ, რომ ყოფნის ძალა შენშია. ეს არის ძალა, საიდანაც ყველაფერი მოდის, ყველა აზრი აქედან მოდის, ყველაფერი აქედან მოდის და შენ გრძნობ ამას. ეს არის სამყაროს შემოქმედებითი ძალა. შენ გრძნობ ყოფნის ძალა შენში. ეს გაცილებით აღემატება იმას, თუ ვინ ხარ, როგორც ადამიანი. როგორც თქვი, ეს სამოსია, რადგან ყოფნის ძალა შენიღბულია ამ დროებით სამოსში და შენ გრძნობ ყოფნის ძალა შენში და ეს არის ღმერთის რეალიზაცია შენში, რომელიც გათავისუფლებს პირადი თვითშეფასების ხაფანგში ჩავარდნისგან და შემდეგ ვერასდროს იგრძნობ, რომ ვინმეზე დიდი ხარ, რადგან ეს არის ყველაფრის არსი, ყველა არსების. შეიძლება არ იციან ეს, მაგრამ შენ არ ხარ უფრო დიდი ან ნაკლები, ვიდრე ის, რაც არის ერთიანობა. ერთიანობის გაცნობიერება.